ხო კარგად გივლია? ძალიან კარგი მომსახურება, რომ მიტივარ შეიძლება. მე ძალიან ხშირად ვარექცია, ძალიან ხშირად. ეხლა გაუნჯობესდა სიტუაცია? ყველაფერი ძალიან კმაყოფილი ვარ. ვინ წარმოიდგენა, რომ თიანეთში ესეც სამწყობო იქნებოდა? და მაგარია, მარტო ამ ადგილობრივ კი არა. დიდი ტურიზმი განვითარდება, აქ უამრავი ხალხი ჩამოვა. ყველა ქართველის და უცხოელის უკეთესად ჩამოვა, როცა ეცოდინება, რომ მაგარი ექიმებია, კარგი სამწყობოა და თქვენისთან ადამიანები უნდა იყოს ჯანმრთელად. მარტო იმიტომ კი არა, როცა ავად გახდები. წინასწარაც უნდა გამოგიკვლიოთ ხოლმე, რომ ავადაც აღარ გახდეთ. ეგ არის თავი. ძალიან ამშვენია ეს ექიმები და მაგრები არა, კაი ხალხია. მომაკვდავი მამა ბრუნეს. შობიარო ხულფასო იყო. საერთოდ უფასო ყველაფერი თიანეთში. იმიტომ ხალხს კაცი ბევრად უჭირს აქა და ამიტომ ჩვენ გვჭირდება რომ ასეთ საავადმყოფოები სახელმწიფო სუბსიდიაზე იყოს. რომოცობლი ხარ? აქედან თიანეთს. გზა ხო გამოყავთ ბოლომდე ხა? ხო და გზა გამოიყვანეს. წყალი კარგად იქნება ყველგან. სამუშაო გაჩნდება გაზი, ყველა თქვენ შემოვიდა გაზი უკვე. ჯერ არ ამბობ შემოვიდა. ეხლა ბავშვები, ბევრი ბავშვები უნდა გავაჩინოთ და გამრავლოთ საქართველოს. პირველი ეტაპი ექნებისთვის და ექიმის თანაშემწეების გავზარდეთ, მაგრამ ეს არის მხოლოდ დასაწყისი. არ შეიძლება აქ დაბალხელფასიანი ადამიანი უბრალოდ არ უნდა დაუშვათ, რომ იმას ქონდეს ისეთ ხელფასი, რომ თვითონაც გაგვიყვოთ სუთხასიათზე და მაშინ პაციენტს ვეღარ უშველებს სათანადოდ. სამედიცინო პერსონალი უნდა იყოს მაღალ ანაზღაურებად საქართველოს თუ გვინდა რომ ეს სამწყობოები უკანარ შემოგიბრუნდეს.